მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე. სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ Facebook-ზეც გვიყუროთ პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე YouTube-ზე პალიტრა ნიუსის არხზე. დღეს პარასკევია, ჩვენთან ერთად არის დათო ზურაბიშვილი, რომელსაც ასევე მივესალმები. მოგესალმები ვერაფ და მესალმები ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. ხო, ну სასაუბრო ამ კვირაში ბევრი დაგროვდა. ხო, განსაკუთრებით რაღაცა იმ ძალადობის დაპატიმრების და აი ამ კუთხით ეხლა მე წინ კვირის განმავლობაში ბევრი გადაცემა გავაკეთე ახოსანაირს დაპატიმრებაზეც, ონისე ოქრიაშვილის თემაზეც გუშინ თავად ონისეს ჩავხდეთ. მაგრამ რო შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, ხო, რა სიტუაცია არის ქვეყანაში. უკაცრავად ამ განსაკუთრებით აი ამ ბოლო ფაქტით დავიწყოთ ალბათ, ხო? რაც ხდება ონისეს თავს, რადგან დღეს გაგრძელდა ეს ამბავი. ხო, სამთავრობო მედიებმა რაღაც კიდე ძველი ხუმრობები ამოუჩხრიკეს, რომ აქამდეც რაღაცა თურმე ვიღაცებზე უხუმრია და არის დიდი ამბავი. ანუ ადამიანი ცემეს მათი ამ პროპაგანდის გამო. ხო, რომ რაღაცა ანუ თავისი შოუ აქვს, რაღაცა თავისი პოდკასტი აქვს. იმ პოდკასტს შეიძლება ორი კაცი არ უყურებს YouTube-ზე. მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ რა მოხდა, ახლა რომ გავუყვეთ ასე ვთქვათ, როგორ მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რისთვის იცლის ეს სპეცსამსახურები, რაღაც რისთვის არიან? იცლის კი არა, ეგ არის რისთვის არიან დაგეშილი, ხო? ანუ სადღაც ახლა რომელიღაცა YouTube არხზე, რომელსაც არ ვიცი კიდე რამდენი ადამიანი უყურებს, რაღაც იუმოროსი გადაცემა, მაგას მე მაგალითად გაგონილი არც ჰქონდა სანამ არ აიტაცეს. რაღაცა მათ იხუმრეს ნოდარ დუმბაძეზე. უშნოთ თუ რაღაცა პრინციპში ნოდარ დუმბაძეზე მისამართით რაც არ იყო ეს ხუმრობა, უფრო იყო რაღაც ჰიპოთეტური მოსაზრება, რომ სტუმარი ყავდათ სტუდიაში და ამ სტუმარს კითხეს ვინ გეზიზღებაო. და რაღაც იუმორისტული შოუა, სანამ სტუმარი იტყო და ვინ ეზიზღება, ამათ დაიწყეს გადაობა, რომ ვინ შეიძლება ყველაზე წარმოუდგენელი ვიღაცა ადამიანს ეზიზღებოდეს და ერთად თქვა რომ აი ნოდარ დუმბაძე რო ეზიზღებოდეს, ანუ ხო ხვდებით რომ რა წარმოუდგენელი რამეა რომ ვიღაცას ნოდარ დუმბაძე ეზიზღებოდეს, ნუ ამან გააგრძელა მე ხუმრობა, ხო ისე რო ეზიზღებოდეს, ხო რო შეაგინოსო, მაგას ასეო თუ რაღაცა ისეთი რა, ხო. ანუ ჰიპოთეტურად ხუმრობდნენ რომ ახლა ნოდარ დუმბაძეზე წარმოუდგენელია ვინმეს ეზიზღებოდეს და ეს იქნებოდა ძალიან სასწაული რაღაცა რომ ამ ადამიანს ეთქვა რომ ნოდარ დუმბაძე ეზიზღებოდა, იმ ადამიანს უთხრა თავრობამ ეზიზღებაო საბოლოო ჯამში. არ ვიცი ხა თავრობის ხსენებამ გამწარა ესენი თუ რაღაცა, მაგრამ ასეთ რაღაცა, ნუ შეიძლება ხა არც არის სასაცილო ხუმრობა, ხო, მაგრამ იქ ვიღაცებს გაეცინათ ხა, ნუ ის სხვა თაობა არის, სხვა რაღაცებზე იცინიან, მაგრამ ერთხელ მეორე ნოდარ დუმბაძისთვის რეალურად არც მეუყენებია შეურაცხყოფა. ჰიპოთეტურად ამბობდნენ რომ ვიღაცას რო ეზიზღებოდეს, რა სისულელე იქნებაო და ვიღაცა რო აგინებდეს ნოდარ დუმბაძეს. და მაგრამ თავი რა არის, ხო? რომ ამ შოუს ალბათ ორი კაცი უყურებდა თუ სამი კაცი, მაგრამ ვიღაცები ყავთ დაქირავებულები, რადგან ეს ონისე ოქრიაშვილი არის ოპოზიციურად განწყობილი აქციებზე დადის, აქტიური აქტივისტია, მეტროებში დადის და ასე ხალხს ელაპარაკება ამ ხელისუფლების ცუდ საქმეებზე. ეტყობა სამიზნეში ყავდათ ამოღებული, ჩასაფრებული, შტატები აქვთ რა, ადამიანები დასაქმებული ყავთ იმაში, რომ ესე ყველა გადაცემაზე არიან ჩასაფრებული, ვინმეს რამე თუ წამოწდება. და რაღაცა აუ დაიჭირეს, აი ნოდარ დუმბაძე ახსენა რაღაცა იგინებაც გამოერია და რა მაგარი ეს არის გასაშოვებელი თემა არის და წამოიღეს, ამოჭრეს ეს ხალხს ახლა ის კონტექსტი ხო აღარ მოუყვეს რომ ესენი რაღაც ჰიპოთეტურ რაღაცაზე ლაპარაკობდნენ და სინამდვილეში ნოდარ დუმბაძეს თავისი მხრიდან არ აგინებდნენ. ეს არც უთხრეს ხალხს და პირდაპირ მიაწოდეს ესე და ამ ახლა იმესა რუსთავიორს ბევრი მაყურებელი ყავს. და შესაბამისად ბევრი დიდი პლატფორმები აქვს, ბევრ ფულს ხარჯავენ Facebook-ზე ავიცი, ესე დიდი პეიჯები აქვს და იქ გაავრცელეს, სიუჟეტები მიუძღვნეს, ეთერში გაუშვეს, ანუ ორ კაცს რო ქონდა ნანახი, ანახეთ თელ ქვეყანას. რომ აი ნახეთ ხალხო რა მოხდა ნოდარ დუმბაძეს ვიღაცა მაგინა და სინამდვილეში კიდევ ერთხელ ვიმეორე ნოდარ დუმბაძეს არც უგინებია თამათ ხო. და ასე მიაწოდეს ხალხს. ნუ ჯერ ვიფიქრე თავიდან რომ უბრალოდ ნუ კაი გაშავება უნდათ უბრალოდ ადამიანის. და აღმოჩნდა რომ თურმე მარტო გაშავებით კი არ შემოიფარგლეთ. ეხლა ვიღაცა მიუგზავნეს და ცემეს. ეხლა მე ვიღაცა იტყვის რომ რატო ამბობ რომ მიუგზავნესო. აი ხა შენ წარმოგიდგენია რომ ვიღაცა ვიღაცა ისეთი რაღაცა როჟა რა, ესეთ რომელსაც ეხლა ქუჩაში შეუძლია ხალხს დახვდეს. და ორი კაცი დახვდა თუ სამი. ხო, ერთი იღებდა და ორი ცემდა.
აი ესეთი ხალხი აღშფოთე ლიტერატურის მოყვარული ძველი ბიჭები აღმოჩნდა ისეთი. ირჟაზე ილაბდა ბოილაბარაკეს და ამან ნოდარ დუმბაძეზე როგორ რაღაცა მოდი წავიდეთო და დავხვდეთ სახთან მთელი დღე სახთან ელოდნენ თავისი სურვილით თურმე. და რო გამოიარა ცემეს და თან მობილურით იღებდნენ რა. კაი, ერთი წამით წარმოვიდგინე რომ ეს დავიჯერეთ ეხლა რომ საქართველოში არსებობენ რაღაც ისეთი პატრიოტები რომელიც თურმე ნოდარ დუმბაძის მოყვარულები რომელიც ნოდარ დუმბაძეზე ვინმე ცუს თუ იტყვის მისი ოჯახი არ აღშფოთებულა კაცო მისი ოჯახი ამბობს რომ რასისულელი ამის გამო რატო ცემთ ხალხს მაგრამ ესენი უფრო აღშფოთდნენ ერთი წამი წარმოვიდგინოთ რომ ესეთი ლიტერატურის მოყვარული ხალხია რომელიც მუშტებზე იყურება თან ლიტერატურა უყვართ თან მუშტებზე იყურებიან და წავიდნენ ადამიანის საცემად ო არ ვაპატიოთ ეხლაო მოდი ვცემოთო და დაელოდნენ სახლთან მაგრამ აი მობილურით რატომ უნდა გადაიღო? კაი, აღშფოთდი ვიღაცის ცემა გინდა, ხო? ცემე. ხო, არა, მობილური რატო? ხო, იმიტომ ამბობ რომ დავალება არის, რომ ერთი იმას ვერ დამაჯერებს, ვერავინ რომ ლიტერატურის მოყვარული და ნოდარ დუმბაძის პატივცემელი ადამიანი ვიღაცას ქუჩაში დახვდება საცემრად თავისი სურვილით. ამას ვერ დამაჯერებს. მეორე ხა ვიღაცის თუ გაგაბრაზა და ცემას უპირებ მობილურით რატო იღებ? ხო, იმიტომ რომ დავალებას ასრულებ, რომ მე მის დავალება მოგცა, იმას აჩვენო რომ აი და სოციალურ ქსელში გააცხელა. რომ ეს ადამიანი აი გავლახეთ, დავაჩმორეთ ვიღაცა. აგრები ვართ რა. ეგ ყველაფერი ეგრეა სამწუხაროდ აქ არის მეორე მომენტი, რაც ჩემთვის არის უფრო მძიმე. შეიძლება ეხლა თითქოს ამაზე მძიმე რა უნდა იყოს, ოდესაც მიზან მიმართულად აბსოლუტურად აი რაც ამ ოქრიაშვილის მიმართ ხდება და სხვა შორის იგივე სანაიას кейსიც პრინციპში შეიძლება იყოს ამაშიც განვიხილოთ უნდა, იმიტომ რომ იმას რა გააკეთა ეხლა რა ვაღუსანაიამ რა ну იხუმრა თავისებურად ირონიულად რა თქმა უნდა ცოტა ვახო სანაიას ეს ამბავი იყო აი აბსურდულ კანონზე პროტესტი. მათ ხომ მიიღეს კანონი რომ რაღაცა სოციალურ ქსელში თუ ვიღაცას რაღაცა შეურაცხყოფას მიაყენებ ჩვენ აქ ვიპოვით და დაგჯით. ხო და ესეც ხო ხუმრობა იყო გარკვეულწილად რა ანუ იღადავა რა ეხლა ცოტა კი არც თუმთლად ზდილობიან ცენზურულად მაგრამ ნუ აღაშკარად იღადავა ირონიულად მოიხსენია ნუ შეაგენ ნუ დაუსახებთ ამ კაცს რაღაც უციტყვას და მაგრამ დავანებოთ ამას ესე იგი აქ საქმე იმაში კი არ არის რომ მიაყენა შეურაცხყოფა არ მიაყენა იმანოდარ დუმბაძეს თუმცა შენ აბსოლუტურად სწორად თქვი ყველაფერი რომ რეალურად არ წופილა ეს შეურაცხყოფა იმ წერილს მაგრამ დაუშვათ და ვიღაცა ტიპის ზის აი YouTube-ზე ვიღაცა მასტის ზის და აგინებს იქ ნოდარ დუმბაძესაც აგინებს ილია ჭავჭავაძესაც აკაკი წერეთელსაც რუსთაველსაც გალაქტიოსაც და თელ ქართულ მწერლობას ყოველ დღე აი დაუშვათ არის ეგეთი ტიპი ეხლა აქ საქმე დგება ამაში იმაში კი არა რომ ეს კარგია თუ ცუდია მე ძალიან მიყვარს ეხლა ნოდარ დუმბაძე როგორც წერალი მართალი გითხრა და ჩემ შვილიშვილებს უკითხავ მის ლექსებს ხოლმე და გადასარევი სამაშო ლექსებია გარდა იმ რომანებისა ვადაჟორის მაგრამ ბიჭო უფლება აქვს თუ არა ეგ სხვა რაღაცა შენ მოგწონს არ მოგწონს ჩვენ მიგვაჩნია სწორად შეფასება არ მიგვაჩნია სწორად ვიღაცას მიაჩნია ვიღაცა კარგ წერლად ვიღაცა შექსპირი შეიძლება არ მოწონდეს და რუსთაველი შეიძლება არ მოწონდეს ტოლსტოის არ მოწონდა რუსთავი ხა მე თქვი შენ ტოლსტოი ხო არ ახარო ისა შექსპირი შენ ხო არ ახარ ტოლსტოიო კოლაუნადირაძეს არ მოწონდა გალაქტიონი ხა მე თქვი კოლაუნადირაძე ხო არ ახარ არა აქვს ამას მნიშვნელობა ყველას აქვს უფლება მოწონდეს ან არ მოწონდეს ვიღაც და ეს გამოხატოს და თქვას და ეს არ შეიძლება იყოს კრიმინალიზებული კაცო და ეს არ შეიძლება იყოს ასე თქვა დანაშაული თორე საზოგადოება რა თქმა უნდა შეაფასებს ვიღაცას ეს მოეწონება ვიღაცა იტყვის რომ ეს სულელი ყოფილა ვიღაცა იტყვის რომ სწორი თქვა მაგრამ როცა ამას ხელისუფლება იყენებს როგორ იყენებს თან იმას კი არ ამბობს რომ ვიღაცა კი არ თქვა რომ ეს სწორია ან არასწორია ეს არის დავალება როგორც აი ეს ხაზი ტარდება რომ თურმე deep state ანუ ვიღაცა ესე იგი ევროპელი რა ვიცი მე ბრიუსელის ბიუროკრატია თუ ამერიკის რაღაც სადაზვერო სამმართველო თუ ვიღაცა ამას ავალებენ ანუ ესე იგი ვიღაცა ეუბნება უქრიაშვილს რომ ეხა შენ შეაგინებ ნოდარ დუმბაძეს აი წარმოგიდგენი ეგეთი ხა როგორ დონის აბსურდზე ვლაპარაკობ რა დონის სიგიჟეზე რომ ეს ყოფილა დავალება რომ ვიღაცა მაგინოს ეკლესიას ვიღაცა მაგინოს ქართულ ლიტერატურას და რა ეხა ეს deep state უკაცრავად ეხლა არსებობს არ არსებობს ეხლა დებილები გონიათ ესე იგი და აბსოლუტური იდიოტები რომ დაუშვათ ეხლა თუ ეკლესიას და პატრიარქის გინებას დაავალებენ ვიღაცას ამით ის ვიღაცა რა პოპულარული გახდება უფრო მეტად მეტ ხალხს მიიმხრობს თავისკენ თუ რას გააკეთებს
ანუ ესე იგი რას სულს უნდა ამბობდე ესე იგი ამ მართლა ასე რომ ფიქრობდე რომ პოპულარულია ესე იგი ქართული ლიტერატურის გინება და ის ანუ დავანებოთ თავებს ანუ იგონებენ რაღაც შეთქმულების თეორიაში ხვევენ უგზავნიან მოძალადეებს ვიღაც ტიპებს კირაობენ აბსოლუტურად დაქირავებული ტიპები დავალებით მისული ვის ჯერა ეხლა ცოტა შეიძლება მე კი არ ყოფილი ვარ ძველი ბიჭი და ხულიგანი მე თვითონ მაგრამ ასე თუ ისე ხო ვიცნობთ ამ სამყაროს რაღაც ყველა გაზრდილები ვართ ამ რაღაც კოლბაში ხوار გავიზარდეთ რა ვიცნობთ ამ სამყაროს და ვის წარმოგიდგენიათ ეხლა რომელი ძველი ბიჭია რომელი ხულიგანი წარმოგიდგენიათ რომ არ იქ როდარდუბაძეზე ცუდი გუთქვია ვიღაცა სახთან დავხდეთ ცემოთ ეხლა და მე გადავიღოთ ვიდეო ეხლა ესეთი რამე თუ იმას თავში მოუვა აი წარმოგიდგენიათ ეგეთი რამე თუ წარმოგიდგენიათ ვერ ყოფილიყართ კარგად ესე იგი თქვა ჯანტელი არ არსებობს ეგეთი რამე ცხადია ეს დავალებითაა გაკეთებული და არა თუ დავალებით არის ეხლა რა ხდება ეხლა ხდება ეს კაცი ხო დააკავეს ერთ-ერთი სხვა შორის ის ორი სადარი კაცმა არ იცის ხო ორი ცემდა ხო ერთი დააკავეს ეხლა ხდება ხელისუფლება იწყებს ამ ტიპის ჰეროიზაციას ლამის რომ ლამის ვაჟკაცი ტიპია ეს რა რაღაც დაწერილი ტექსტი რომელიც დარწმუნებული რომ ის დაწერილი შეუძლებელია იყოს ისეთი ტექსტი არის მაგრამ კაი დავანებოთ აი დაუშვოთ წერის უნარი ნიჭიცა ამ მოძალადეს ესე იგი იქ ვიღაცა გორის საკრებულოს ვინ კითხავს საერთოდ გორის საკრებულოს თავში რა შუაშია საერთოდ გორის საკრებულოს თავმჯდომარე გამოექო მაგა აქეთ ვიღაც პროპაგანდისტი დიტო სამხარაძე გამოექო დეპუტატი დიტო სამხარაძე ესე იგი თვით ზარქოა ეს ქართული მორალის და ესე ოჯახური სიწმინდის თავარი მცველი ვინც არის საქართველოს პარლამენტში აი ეს ხალხი გამოდიან კაცო და სერიოზულად ლაპარაკობენ რომ აბა ეხა როგორ ეხა ხშეურაწყობაზე მარტივად ეხა რომ პარტიული ამბავია როგორ გაიშიფრა იცი გამოიყვანეს იმის რა ქვია ამ დაკავებულის ვინც იძალა და ხო დააკავეს ეხა ფორმალურად დააკავეს ეხა 5000 ლარიან გირაოს ითხოვს პროკურატურა გამოუშვებენ ხო მისი მეგობარი ვინმე რომელიც ადამიანი რომელიც აღმოჩნდა რომ ქართული ოცნების ლიდერებთან აქვს სურათები გადაღება. პარტიული კავშირი თვითონვე გაშიფრეს. ანუ გამოიყვანეს ამ მოძალადის მეგობარი რომელიც მას იცავს და ლაპარაკობს რომ ის აღშფოთს და თავისი ჩვენ რაღაცა დათქვეს ნიკო არის ისეთი ადამიანი რომელსაც უყვარს საკუთარი ქვეყანა, როდესაც დაინახა რომ საკუთარ ქვეყანას შეეხო ადამიანი, ეს ადამიანი შეხვდა უბრალოდ ქუჩაში გამოხატა ის რეგები რაც გამოხატა. ჯერ ქუჩაში როგორ შეხვდა სახთან დახვდა. შემთხვევით მიდიოდნენ შემთხვევით ხო სულად ელოდებოდით ხო ქუჩაში ხო და აი ეს არის ხო მაგრამ ეს ადამიანი მე არის Facebook-ზე შევიდნენ და მამუკა მდინარაძესთან ირაკლი კობახიძეს სურათები აქვს გადაღებული ანუ ჩვეულებრივ პარტიული ხაზი იკვეთება რა არა რა თქმა უნდა მაგრამ აქ რა არის აი პრობლემა არის ის რომ აი ჯერ ერთი პრობლემა როცა ხელისუფლება საერთოდ ასეთ რაღაცებს კადრულობს როცა ამას გაკადრებს საერთოდ როცა აი ასეთი ტიპის კამპანიას ეწევა იმიტომ ასეთი ტიპის კამპანიით ვიღაცას რაღაცა სიტყვა მოუჭრა, მე დააბრალო რომ ამან ვიღაცა შეურაცხყოფა მიაყენა, მე ეს აგო რომ ალაპარაკო ვიღაცები, თელის ქსელი შეგა როგორ ხდება ხა სუსი აკეთებს ამას, მე სუსი აკეთებს სიუჟეტს, რუსთავი ორი ამ შემთხვევაში და იმედიც აბსოლუტურად ზუსტად ვიცი ეს თითქმის ისინი არიან ამ შემთხვევაში გამდარი. იქ მოდის პირდაპირ გამზადებული სიუჟეტი, რომ უნდა გაუშვას. რა ეს უნდა თქვა. დაწერილი ტექსტი მოხდა. აი ესენი მედიები აღარ არიან ფაქტობრივად. პოსტი დავწერე და მე ჩემი პოსტი გადააშიარეთ ტერორისტები უწოდე. იმიტომ რომ ანუ ეს ადამიანები რუსთავი ორი იმედი პოსტები სახელმწიფო პროპაგანდისტული არხები ამზადებენ ნიადაგს ადამიანის ცემისთვის. აი 37-იან წლებში ხო კიდე კაი დახვრეტ არ არის დღეს 37-იან წლებში წერილებს სანამ დახვრეტდნენ მანამდე მიდიოდა ასე მედიაში მათი გაშავება, იწერებოდა სტატიები რომ აი ესენი საბჭოთა ხელისუფლებას არ წყვენენ, ისა ესა და ნიადაგი რომ მზადდებოდა მე დაიჭერდნენ დახვრეტდნენ. ასე აკეთებენ ეხლა რუსთავი ორი და იმედი უბრალოდ დახვრეტ აღარ არის დღეს. ანუ ერთი კვირა აშავეს ადამიანის სპეციალურად რომ მე რო გალახავდნენ მას საზოგადოება არ აღშფოთებული იყო. არიან ეხლა ტერორისტული ორგანიზაციები არიან, მაგრამ არის. სხვა რაღაც მაგაში მართალი ხარ აბსოლუტურად. მე გეთანხმები რომ მართლა ტერორია, მორალური, ფსიქოლოგიური ტერორია ადამიანის, მაგრამ ეს რა ვიცი მაგალითად ზის იქ ტიპი რომელიც იგივე საკეთებდა ნაცების დროს ზუსტად ოღონდ შეიძლება ისე მოძლიოდა სხვა კი არა რუსთავი ორში ეხლა რუსთავი ორის ხელმძღვანელები არიან ნინო შუბლაძე რომელიც მიშას საყვარელი ჟურნალისტი იყო და მიშას დროსაც პროპაგანდისტი იყო და ხათუნა ბერძენიშვილი რომელიც მიშას ასევე საყვარელი ჟურნალისტი იყო და მიშას დროსაც პროპაგანდას ეწეოდა მიშას დროს მიშას პროპაგანდას ეწეოდნენ ეხლა რუსთავი ორში შეხედან და ეწევიან ბიზნეს პრომეცას 2012-ის მერეც კი ნაცების კანდიდატი იყო ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში მისა რა ქვია ხათუნა ბერძენიშვილი ხო და
ეს ხალხი ფიქრობს რასაც კი მაგრამ კაცო მე ადრეც ასე ვმუშაობდი რა ეგაც იგივეს ვაკეთებ რა და რა უნდა ჩემგან აი ასეთი მიდგომა აქვს ახლა მავალებენ მოვიდა ასეთი მასალა ეს აბა უკნა ეხა ადრე ასე არ შვებოდი ხო და მაშინ ვარ კონდა პრეტენზია ეხლა გაკეთეს იგი ნაცი ხარ აქეთ შემოგიტრიალდება წინთ ასე ამას რო ეტყვი ამ დროს ის რომ ეს ჟურნალისტიკის გარდა ყველაფერია იმიტომ რომ ეს არის მართლა ადამიანის განადგურებაში და ადამიანის ჩაკოლვაში მონაწილეობის მიღება ხა და რა ვიცი ხა სირცხვილი უნდა იყოს წესი ნორმალურ საზოგადოებაში საერთოდ ამასთან შეხებაც კი ასეთ რაღაცეებთან მაგრამ ну ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში როდესაც აი ყველაფერი მართლდება იმით რომ აი ეს რაღაცა ბანაკშია და ის ვიღაცა მოწინააღმდეგე ბანაკშია და ამიტომ ჩემი ბანაკიდან ყველაფერი მოსულა იმ ბანაკის წინააღმდეგ იმიტომ რომ აი ეს მეორე ბანაკი თუ გაიმარჯვებს ჩვენ ესე იგი ჩავარდებით ყველა დიდ უბედურებაში აი რაღაცნაირად ეს არის გასასწორებელი ანუ აქ მე ვამბობ იმას რომ ის რაც რომ გონია 90-იან წლებში დისკუსია ჰქონდა ჩვენ ძალიან ბევრი დისკუსია ჰქონდა მახსოვს არასამთავრობო სექტორსაც თავისუფლების ინსტიტუტში მახსოვს და პარლამენტში მაშინდელში მთავრობის წევრებში ის ხალხის მონაწილეობდა სხვა შორის ამ დისკუსიებში დღეს რო ოცნების ძალიან დიდი პროპაგანდისტები არიან იქ ხათუნა ხოპერია დაწყებული და სხვაებით იქ რამას საყვარელიძით და სხვაებით და დისკუსია იყო რაზე რამდენად სწორია ის რომ შეურაცხყოფა უნდა ისჯებოდეს სახელმწიფოს მიერ. თორე შეურაცხყოფა რომ კარგი არ არის და უზრდელობა რომ კარგი არ არის ახლა. ეს ვიცით რა როგორმე და საზოგადოებრივი აზრი თუ გვინდა ქმედითი იყოს, საზოგადოებრივი აზრი იმით კი არ იქნება რომ რაღაც სახელმწიფო დასჯის თუ არ დასჯის, სახელმწიფო ააგორებს. ეს უნდა იქნებოდეს იმით თვითონ უნდა შეაფასოს საზოგადოება, ვიღაცა რომ რაღაცას იტყვის მეორე ადამიანზე, ამ წერალზე თუ საზოგადოებრივ მოღვაწეზე თუ პოლიტიკოსზე მით უმეტეს და საჯარო ფიგურაზე ეხლა კობახიძემ რა გააკეთა საჯარო ფიგურა თუ ხარ ანუ შენ თუ ხარ თავრობის წევრი მართველი პარტიის წევრი ხარ უფრო დაცული კრიტიკისგან ვიდრე ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე იმიტომ რომ მისი თურმე არ შეიძლება მის ბაზე ცუდი თქვა თუ ის იმყოფება რაღაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და როდის იმყოფება კაც მარიცის კიდე ნებისმიერზე შეიძლება იყოს ეხლა სანაიამს ეს რომ ეთქვა მაგალითად იგივე ვახო სანაიამ იგივე სიტყვები რო ეთქვა არა პარლამენტის თავმჯდომარეზე ან დეპუტატზე არამედ ვიღაც თავის მეზობელზე მაგალითად ამის გამო მას არ დაიჭერდნენ ანუ აქაც კი ორმაგი სტანდარტია მე საერთოდ მგონია რომ საერთოდ მგონია კი არა დარწმუნებულია რომ არც ერთზე არ უნდა იყოს ესა მაგრამ თუ მაინც და მაინც უნდა იყოს შეურაცხყოფაზე ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს სწორედ საჯარო ფიგურას. იმიტომ რომ მას ყველა უყურებს, მთელი სამყარო იცნობს, მთელი საქართველო იცნობს. ეხლა არის აბსოლუტურად უზარმაზარი პრივილეგიები აქვს, უზარმაზარი საშუალებები აქვს პასუხის გასაცემად და ის სულელია, ჭკვიანია, კაი ტიპია თუ ცუდი ტიპია, როგორმე საზოგადოება შეაფასებს რა. ეხლა ჩემი მეზობელი შეიძლება ვერ შეაფასოს, იმიტომ რომ არ იცნობს იმას საზოგადოება და შეიძლება იმას პრობლემები შეექმნას იმის გამო რომ ვიღაც ცნობილი ტიპი შეურაცხყოფს, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე და თავრობის წევრი რომელიც ასრულებენ სწორედ რომელიც არიან საჯარო ფიგურები ისინი გაცილებით ნაკლებად დაცული უნდა იყვნენ სწორედ კრიტიკისგან და ხუმრობით ვამბობ წინა გადაცემაში ვთქვი გვიან საბჭოთა კავშირში ახლა მე რომ რასაც მოვესწარი ბავშვობაში 80-იანებში მთავრობის გვინება წმინდა საქმე იყო ყველა მთავრობას აგინებდა და მაგის გამო მაშინ არა ეს ახლა ოფიციალურად არა ოფიციალურად არა ხო ანეკდოტებს ყვებოდნენ და რაღაცა მთავრობა ოფიციალურად აიგრძალება ის წავერია რომ ოფიციალურად ეკოლიცასია ხო, ამაზე ვლაპარაკობ რა, რომ ჩვეულებრივად ადამიანებს ხელისუფლებაში გაუჩნდათ განცდა, რომ მათ რასაც ავალებს ბიძინა ივანიშვილი ამას რო აკეთებს, ამის გამო რო იღებს ხალხისგან აგრესიას და იღებს გინებას, ან იღებს რაღაც ზოგს სადღაც შეხვდნენ კაფეში ვეღარ შედიოდნენ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ხალხი გამწვავებულიყო აგრესიულად მათ მიმართ. ეტყობა ბიძინა შესჭივლეს რომ ეხლა ჩვენ კი ვასრულებთ ბატონო ბიძინა დავალებებს, მაგრამ თქვენი დავალების გამო ხალხი გვანძღავს, გვაგინებს, ქუჩაში გვხვდება და მოდი რა დაგვიცავი როგორმე და ამათაც გადაწყვეტეს რომ მიიღოთ კანონები, რომ ეს ადამიანები ამ ადამიანებმა ისი აკეთონ ბიძინას დავალებები, რომ დისკომფორტი არ შეექმნათ. არავინ ვერაფერი მას წინააღმდეგ ვერ გაბედოს. ანუ ქვეყნის საწინააღმდეგო რაღაც გზაზე იარონ ისე, რომ ხალხის მიმართ აგრესიაც კი
არ ვერ მიიღო, ელემენტარული დისკომფორტი რო არ შეექმნა, თან ფული იშოვონ, ბიზნეს დავალებები ასრულონ, ქვეყნის საქმე გააფუჭონ, მაგრამ ამის გამო მათ რამე არავინ არ აკადროს. აი ამის დგან დასაცავად არის ეს კანონები მიღებული და გვატყობენ რომ აი საზოგადოებაში გვინდა პოლარიზაცია შევამცირეთო, ზიზღის კამპანია შემცირება თუ კიდე რას ააგორეთ ეს ამხელა კამპანია იუმორისტის წინააღმდეგ. და მაგაზია დაგებული კონკრეტულ ადამიანებს ამოილებენ მიზანში და მე იმაზე აგორებენ აბსოლუტურ უსინდისოებს. ეხლა ესეც არ არის ახალი, მაგრამ ასეთი მასშტაბშია განსხვავება. ესენი კაცილები დიდი მასშტაბით არიან, ძალიან ყველა ჩართულია კაცო. ვიტყვი დღეს აგერე გორის საკრებულოს თავმჯდომარისგან გავიგეთ, თურმე იმ მოძალადეს ხარდაჭერა, მოგეთი ხურცილავასი რომ ეს ქართველი ბიჭია და პატრიოტი და სამშობლო უყვარს. სამშობლოს სიყვარული და როგორ არ გალახავ ახლა ვიღაცას. აი, ვინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებს, ახლა მოდიდან მოცემ. აი, მოკლედ, აი ასეთ სიტუაციაში ვარ და აქ ჩვენ ყველა კარგად უნდა დავფიქრდეთ, აი როგორ მე მგონია ხა ჩვენ უფრო დღესაც ვილაპარაკეთ ეს უფრო შეფასებითი მომენტი იყო, შევაფასეთ რაც არის, მაგრამ მე მგონი უფრო იმაზე უნდა დავფიქრდეთ, ამას რა უყოთ ამას კაცო, აი რომ რანაირად მოახერხოთ ამის შემოტრიალება. ეს არ არის ადვილის საქმე, იმიტომ რომ არა, თან ერთი პერიოდი გამიჩნდა განცდა, რომ ანუ წარმოდით ხა ეს ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომელმაც აქციების დროს ხალხი დაიქირავა 2024 წლის გაზაფხულზე, როცა მეორეჯერ შემოაბრუნეს რუსული კანონი და ხალხი ქუჩაში გამოვიდა, დაიქირავა ხალხი იმისთვის, რომ ტელეფონებზე ერეკათ ადამიანებს და დედა ეგინებინა. და ხო დანარჩენებს აქტივისტების ცემა დაავალა და სპეცრაზმელებს და პოლიციელებს ხალხი აცემინა და ასე შემდეგ. აი ეს ხელისუფლება გველაპარაკება ძალადობის შემცირებაზე, ვილციტყვაობაზე, ბიჭო, ასეულობით ადამიანი ყავდა დაქირავებული, რომ აქტივისტებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ეგინებინათ. ტელეფონზე დაერეკათ და ეგ მაგაზე მოგიტრიალდება ვიღაცა გეტყვის რომ ნაცები ეგრე შვებოდნენ და მე ეგრე გამართლება ნაცები ეგრე არ არის თორე იმისთვის არის აბა ის რომ აგინებდა კაი ხა ისე დამოვიდეს ხელისუფლებაში მაშინ მეც ისევე მოვექცევი ეს არ გასამართლებელი სამეთი მაგრამ ამის გამკეთებელი ხარ რაირად აზია ლაპარაკია სულელია კაცო ამის გამკეთებელი 5-6 ადამიანს ურეკავდნენ ესენი 55-ს ისე მასშტაბებში ამას რო აკეთებ ამის გამკეთებელი რო ხარ როცა გაგიჭირდა და დაინახე რომ ხალხი ქუჩაშია გამოსული ყველაფერზე წამსვლელი ხარ ხალხის ცემაზე წამებაზე მათ გინებაზე დედებს урეკავდნენ აქტივისტების და ზოგს თუ შვილები ყავდა ძირეწლოვან შვილებს და იმათ აგინებდნენ რომ როგორმე მორალური ტერორი მოეხდინათ ამ ადამიანებზე და ეს ხელისუფლება გამოვიდა ეხა ბოლო დროს და ცოტნე ივანიშვილი გამოიყვანეს და აი ჩვენო ძალადობა უნდა შევამციროთო და რაღაცებზე დაიწყეს ლაპარაკი და ვიფიქრე რომ ნუ რადგან დაიწყეს ეტყობა უარი თქვეს ამ მეთოდებზე მეთქი და აგერ გუშინ მთელი კამპანია მოუწყვეს ესენი ერთმანეთს და აცემინეს ადამიანს ესენი ერთმანეთს არ გამორიცხავს პროპაგანდის მთელი არსი იმაშია რომ აქ ცოტნე ივანიშვილი უნდა ილაპარაკოს მიუღებლობაზე ძალადობის და რაღაცა პოლარიზაციის და გვერდით აგერ უნდა აგორო კამპანია იმ უგრიაშვილზე ან ვიღაც ეს ერთდროულად ხდება ამაშია მთელი არსი პოლიტიკის რომ აი თან ამას აკეთებ და თან ვითომ შენ არაფერში ხარ და შენ არ აკეთებ მაგრამ აი ამას რა უნდა დაუპირისპირო ამაშია საქმე როგორ უნდა მოვუარო ამ საქმეს იმიტომ რომ ეს როგორი გზა აქვს ეხა ხელისუფლებას არჩეული არ გამოელივებთ მაგათ მასალა ყოველთვის იპოვნიან ვიღაცას ეხლა პროტესტში იმდენი ადამიანია ჩართული იმდენი ადამიანია ჩართული სხვადასხვა ორგანიზებული რაღაც უამრავი ადამიანია ვისაც უნდა მოდი გამოდის პროტესტში რაც სოციალური ქსელები შემოვიდა რაც ეს ინტერნეტი შემოვიდა იმდენი ადამიანი აკეთებს და ლაპარაკობს საჯაროდ ისეთ რაღაცებს რასაც ადრე არ იყო ახლა ასე საჯაროდ ყველაფრის თქმა ხო ვერ შეძლებდით წინდა ტექნიკურად ამიტომ ეხლა ზღვამასალა არა დააჭერე YouTube-ზე სკროლი მეც კერებს არ აკეთებ სუსი ხა აბა იმას კი არ დასდეს მართლა ეგ რუსეთის აგენტურასთან ჩვენი ქვეყნის რაღაცა წინააღმდეგოდ ვინ მუშაობს იმათ აი მეც საქმე არ აქვს ზის ვიღაცების პროფილებს ნახულობ აბა ნახო ეს რა ტიპია აბა წავიდა იქ მე YouTube-ში ნახეს იქ Facebook-ში ნახეს იქ TikTok-ში ნახეს ვიღაცა და რაღაცა თუ ჩავლეს აჰა აი და მე მოდი გავშალოთ მიუტანს უფროსის ეტყვის მე რომ აბა მოდი მოვახდინოთ ორგანიზება მე ამას ჩაერთვებიან ტროლბოტები თაბეს გამოიტანენ ვიღაც ტროლებს შემოღრიან ის ტროლები იტყვიან რომ აი და შექმნიან რაღაცა თითქოს ხალხის აზრი ასეთია და მე ჩართავეს საკრებულოს წევრებს ეს აუცილებელი არ ხომ რაღაცა აიპების წევრებს ვიღაცა სამხელისმულო აიპების ვიღაცა შეიძლება 1-2
პროპაგანდისტი ექსპერტიც ვიღაც იქ ზაზან ჯაფარიძისანი ედი შერგვენეტაძის მსგავსი გამოიყვანონ და ისინი ათქმევინონ ან ვიღაცებს კიდე საერთოდ ქუჩიდან ვიღაცა შპანას მოიყვანენ ისა და აი ეგრე ან თუ ვიღაცა ძალიან ნერვებს უშლიან შეიძლება წემონ ასე მიუგზავნონ ტიპები და მოდი გავლახოთ ახლა ესა და მე ეს ხელისუფლება დაგველაპარაკება რაღაცა ძალადობა შევამციროთ ზიზღი შევამციროთ პოლარიზაცია შევამციროთ ამ ხელისუფლებამ ბევრჯერ უკვე დაამტკიცა და აი ეს ბოლო მაგალითიც ამის ის არის რომ ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები თუ ეს დაჭირდათ ყველაფერზე უბრალოდ დღეს არ ჭირდებათ კიდევ უფრო მეტი ამ ეტაპზე თორემ თუ დაჭირდათ უარის მე ასე მგონია რომ იქ ჩაითვალა და ისინი ყველაფერს ზომავენ თან ესე იგი რომ ეს ოქრიაშვილის кейსი მათთვის არის წარმატებული მათაც ჩათვალეს აშკარად ასე მიაჩნიათ იმიტომ რომ რო არ ჩერდებიან და კიდე ახლა არ არის ეს ზონის ოქრიაშვილი ხო ისეთი პიროვნება რომელიც რაღაცა ნუ უმეტესობა მოსახლეობის ერთად არც იცნობდა ამ ადამიანს სანამ არ გაუკეთეს ეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობი არ არის აშკარად ეხლა ეგ ვერ ჩამოაგდებს ბიზნესს მარტო თვითონ არ არის ეგ ლიდერი ასე ვთქვათ ოპოზიციური მოძრაობის ერთი ადამიანია რომელსაც თავის მოქალაქეობრივი პოზიცია აქვს ხო მაგრამ ეტყობა ჩაითვალა რომ ეს წარმატებული кейსი აი დუმბაძის გინების წინააღმდეგ ლაშქრობა ეტყობა მათ თავიანთ ამორჩევლების დიდ ნაწილში იმიტომ რომ ჩვენ ხანდახან კარგი იქნება თუ რაღაცნაირად მაგათ პლატფორმებსაც ჩავხედავ რას კითხულობს და რას ნახულობს ეს ოცნების მომხრე თუ ნეიტრალური ამორჩეველი სხვა სამყაროა იქ ესე იგი ეს აკაცუკები რაღაცა დარბიან და რაღაც საშინელებებს აკეთებენ და საწყალი ხელისუფლება ამ საშინელებებისგან იცავს თავს იქ ასე სურათი იხატება იქ რო ელაპარაკოთ აი რიგით ტიპს რო ელაპარაკო არა დაქირავებულ პროპაგანდისტს ან პარტიულ აი რიგით ადამიანს რომელიც ამ პროპაგანდის ქვეშ არის მას განცდა აქვს აქეთ უტევ შენ ის კი არ ახდენს დისკრედიტაციას შენ უტევ კაცო იქ ეკლესიაზე ებძვი იქ ქართულ ლიტერატურაზე ებძვი იქ იმას ანგრევი იქ იმას აბუჭებდა და მათმა საყვარელმა რეჟისორმა რობერტ სტურუამისა ვეფხისტყაოსნისგან პორნოგრაფია რო დადგა სცენაზე ამაზე ხმა რატო არ მოიღეს მაშინ ნოდარ დუმბაძე არის ქართული კულტურა და შოთა რუსთაველი არ არის პორნოგრაფია არის ნუ კარგი ეროტიკა ვეფხისტყაოსნისგან ეროტიკა რო დადგა რუსთაველის თეატრზე რობერტ სტურუამაზე რატო არ მოიღეს მე მაგის უფლებაც აქვს ახლა არა მე კი ხო ჩვენ მე მომეწონება თუ არ ეგმეური ამბავია მე ვასაკითხე გასო ჩვენ ხო არ ვაკრიტიკებთ ახლა იმას რა ქვია ამისგან რაღაცებს არა ისინი უდგებიან ამ იმიდან რა ქვია კუთხიდან რომ აი არ შეიძლება შეეხო დიდ მწერალს არ შეიძლება ნოდარ დუმბაძეს შეეხო არ შეიძლება და ოდიში მაგრამ ეხლა რუსთაველ შეიძლება შეეხო არა მაგას დავით დავანებოთ ეხლა მათი ლოგიკიდან გავაბნიარ ვლაპარაკო ეს ხელისუფლებას არანაირი ლოგიკა არა ხელისუფლება ამით მოქმედებს რიგით ამორჩეველს იმ რიგით ამორჩეველს ზოგადად იმასაც ეს რუსთაველის სტრუქტურას დადგმული რუსთაველი არ მოიწონება კი და სხვა შეიძლება თვითონ ხო არ გააშავეს არა თვითონ არ გააშავეს მათიანია და ეგრევე ხმა არ მოიღოს იმიტომ მათიანია და მათიანი რადგან არის ბატონი რობერტი შეუძლია ეროტიკად გადააკეთოს ისა ვეფხისტყაოსთან დარდუმბაძე ენაღულება ახლა იქ ხელისუფლებას და იმიტომაც ახლა ეს ამბავი რა თქმა უნდა დარდუმბაძე სულ არ ენაღულება და თვითონ დარდუმბაძე ცოცხალი რო იყოს კაცმა არ იცის რა ზიზამდენ იმას გააჩნია რა პოზიცია ექნებოდა მას ხადურ დარუმბაძის ნაწარმოებების დიდი თაყვანისმცემლები ხავს ახლა რომელიმე მათგანი თუ რა 90% წაკითხულიც არ ექნება არც არაფერი საერთოდ შეიძლება კინო კონდეს ნანახი ანის აქ ნანახი არა კიდე რაღაცა კი ბატონო ასე არის და ახლა ჩვენ გვაქვს რეკლამა რა ვუყოთ მე რა თავარი ეს არის და ერთ-ერთი გადაცემაში კარგი იქნება ცოტა ამაზეც ვიბჟელოთ თულმე რომ აი როგორ გამოვიდეთ უნდა ამ უბედურებიდან ახლა ეს არის ყოვლის კადრებელი პროპაგანდა ძალიან ძიმე ამბავია რა როგორ უნდა გამოხვიდე? ანუ დანებდე? დანებდე არ არის ხა. ანუ და ებრძოლო ბოლო. ბრძოლის სხვადასხვა ფორმები არსებობს და აი რომელია უქნება უფრო ეფექტიანი. ხო, ნუ ამაზე შემდეგ გადაცემაში ვისაუბროთ. მაშინ ჩვენ ახლა გავალთ რეკლამაზე, რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ საინტერესო თემაზე ევროკავშირმა ყულების ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა დაასანქცია, რა შეიძლება ამას მოყვეს, რა ხდება ამ თემაზე. ჩვენი სტუმარი იქნება ეკონომისტი ნიკოლოზ ალავიძე. პაკეტი დაუწესეს რუსეთს და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის აქციების 21 პაკეტში ყულების ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა მოხდა. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. ყულების ქარხნის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის მიმართ სანქციების 21 პაკეტის ნაწილია. კერძოდ ევროკავშირის საბჭოს თანახმად ქართული ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირის სატრანზაქციო აკრძალვა შემოგვს, რომელიც 6 თვეში შევა
ძალაში მოგვიანებით ევროკომისიის პრესპიკერმა გააკეთა განცხადება ამ თემაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ქარხნის მფლობელებთან დაუშვით 6 თვიანი გადავადება რათა რუსული ნავთობისგან დივერსიფიკაცია მოახდინონ ამ აქ საუბარი იმის შესახებ რომ რუსულ ნავთობს ყიდიან ისინი ნიკოლოზ ზალავიძე არის ჩვენი სტუმარი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომელსაც მივესალმები გამარჯობა ბატონ ნიკოლოზ და მადლობა მოგბრძანებისთვის ვიდრე ასე ვთქვათ თქვენთან გადმოვალ წავიკითხავ ევროკავშირის პრესპიკერის განცხადებას ბოლომდე სანქციების პაკეტში შევთავაზეთ ყულების სასანქციო სიაში შეტანა როგორც იცით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის მფლობელებთან რომლებმაც აიღეს ვალდებულება რომ რუსული ნავთობისგან დივერსიფიკაცია მოახდინონ გსურს რომ ეს ვალდებულებები შესრულდეს. სწორედ ამიტომ დაუშვით 6 თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს საშუალება მივცეთ დივერსიფიკაცია მოახდინონ რუსული ნავთობისგან. თუ კომისია შეაფასებს, რომ ეს ვალდებულებები შესრულებულია, მაშინ მათ სიიდან ამოიღებენ და თუ არა, მაშინ შევთავაზებთ საბჭოს, რომ სიაში დარჩნენ. ეს არის ჩვენი პოზიცია ყულებთან დაკავშირებით და ასევე იყო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით 14 ასე ვთქვათ პლატფორმა დაასანქცირეს. რას გვეტყვით ამ შემთხვევაში რო აუხსათ მაყურებლებს, მოდით ყულებით დავიწყოთ. პირველში მოგესალმებით, საღამოს ბატონო დავით, ბატონო მერაბ. რას ვიტყვით და ნუ სიახლეს ვერ ვიტყვით ვერაფერს, მაგრამ მოდით ჩვენ ამ თანამდებობაზე ძალიან ბევრი ნასაუბარი იყო უკვე ნასაუბრები. ცოტა უფრო შემოგთავაზებთ საქმიანად და უფრო რაღაც ობიექტურად შევაფასოთ რეალურად რა არის და მაყურებელს მომაც რო იცოდეს სანქცია და ეს რას ნიშნავს. პირველ რიგში ეს მოხვედრა საქართველოს ან 21 პაკეტში თუ ავიღეთ წმინდა სტატისტიკურად დაახლოებით აი ამ ახალი 21 სანქციების პაკეტის შინაარსში საქართველოზე საუბარი და საქართველოს კონტექსტუალური მოხსენება დაახლოებით რაღაც 10%-ის ფარგლებში იქნება თუ ესე არითმეტიკულად ავწოვოთ. რაც ერთი შეხედვით 10% ბევრი არ არის და თითქოს კარგია, მაგრამ უმძიმესია იმისთვის, რომ საქართველოს უკვე მეორედ ხვდება ამ და უკვე ყოველ ახალ ჯერზე დამძიმებულ სასანქციო პაკეტში. მე-20 პაკეტში მოხვდათ ამ კომპანიის მოხსენები და კიდევ სხვა კომპანიის მოხსენიებით და სხვადასხვა ნაწილებით, იგივე ამ კრიპტო ბირჟებთან დაკავშირებული რაღაც მცირე ნაწილით, ახლა კიდევ უფრო გაფართოვდა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ და სანქციების პაკეტი ისთვის არის, ხო, რატომ აწესებს ევროკავშირი ამას, ხო? აწესებს მთელი სანქციების ისტორია არის ის, რომ ხელი შეეშალოს რუსეთს დააფინანსოს ბარბაროსული ომი. ანუ ცივილიზებული სამყარო არის წინააღმდეგ რუსეთის, ოღონდ არ იქცევა ისე როგორც ეს ბარბაროსული სახელმწიფო, არამედ რაღაცა ცდილობენ რომ ცივილურად გააკეთონ ეს ყველაფერი. და ამბობენ რომ ვინც ამ ომის წარმოებაში ამ ქვეყანას ეხმარება, არის ძალიან ცუდი და შესაბამისად ახლა თქვენი მორალით კომპასი გაფუჭებულია, ჩვენ დავაწესებთ შეზღუდვებს და თუ დაეხმარებით მათ ამასი, ვერ გექნებათ საქმე ვერანაირად იმ ეკოსისტემასთან, ვინც ახლო არის აი ამ ევროკავშირის ღირებულებებისთან და ასე შემდეგ, სადაც ავტომატურად შედის აშშ-იც, დიდი ბრიტანეთის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბევრი რაღაცა. ეს სანქციების პაკეტში მოხვედრა ვიღაცებისთვის, ან სანქციების თემა ვიღაცებისთვის არის ასევე დიდი შესაძლებლობაც. მაგალითად, ინდოეთის ეკონომიკისთვის და ქვეყნისთვის, ჩინეთისთვის, პაკისტანისთვის იყო ეს ძალიან მომგებიანი ეს ბოლო 4 წელი პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ მათ რუსული ნავთობის შეძენას ისინი ახდენენ ისეთ იაფად, რომელიც დაესიზმრებოდათ არასდროს. ახლა კიდევ ერთხელ მოახდინა ამ 21 პაკეტმაც რუსული ნავთობის მაქსიმალური თავის ასე ვთქვათ სახურავის დადგენა, რომ რუსეთმა ფული ვერ იშოვოს ამით. და ვერც იშოვის ის, იმიტომ რომ ეს მომხმარებლები პოტენციური ვისთვისაც უფრო მარტივია ამ პროცესში მონაწილეობა, ამას გაამართლება დიდი ნაწილი წაიღება. ჩვენ შემთხვევაში ეს რას გვაძლევს? არანაირად არაფერს არ გვაძლევს გარდა რეპუტაციული ზიანისა როგორც ქვეყანას, რომელიც თანაბრად ნაწილდება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე. მიუხედავად მათი წამსისა და მათი რაღაც პოლიტიკური მადისა, არიან ისინი ქართული ოცნების მხურვალე მხარდამჭერები თუ არ არიან. ისინიც მათზეც პირდაპირ ნაწილდება ეს მტკივნეული მომენტი, ჩვენი რეპუტაციული რისკი, რომელიც ეს ომი დამთავრდება, მაგრამ დარჩება ნეგატიური სახელები და ჩვენ ეს ნეგატიური სახელი იქნება საქართველოს ნაწილში. კონკრეტულად ამ კომპანიაზეც რომ გადავიდეთ,
ამ კომპანიისთვის ძალიან უკვე მძიმე ნაწილია, იმიტომ რომ ამ კომპანიას უფრო ანუ ერთი რომ ეს კომპანია მუშაობს იმ წესების მიხედვით, რომელიც ამ ქვეყანაში მიღებულია და ის კანკავს არ არღოს. ჩვენ არ განვიკითხოთ და არ შევიდეთ მათ მორალურ კომპლექსზე, მათ ბიზნეს ეთიკის და ასე შემდეგ რა რაღაც მართლობით რაღაცა. არის ბიზნეს შესაძლებლობა, ქვეყანაში არის დაშვებული ბრჭყალებში და ის ანუ ცნობილი იმისი არ იყოს, ხო, რაც კანონით აკრძალული არ არის, ნებადართულია. ამ პრინციპით მოქმედებს რა ვუყოთ. ამ კომპანიამ ასევე გამოიყენა ამ ქვეყანაში არსებული შესაძლებლობა და სახელმწიფოს, ანუ თქვენი ბატონო მერაბ, თქვენი ბატონო დავით, ჩემი და კიდევ ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის მიერ გადახდილი, გადასახადილი ამ ბენეფიტიდან გამომდინარე, შექმნილი ფონდიდან მიიღო სინდიცირებული დაფინანსება, სადაც სახელმწიფოს ბიუჯეტის ფულიც არის აი ამ საბანკო ინსტრუმენტის სახით, პლუს 3 კომერციული ბანკის გაერთიანდა და მისცეს თანხა, რომ რაღაც ის გააკეთონ ეს ქარხანა. სანამ ეს ქარხანა კეთდება და გაკეთდება, ისინი რაღაც ძალიან დიდი ქვეყნის ექსპორტის დიდ სურათს ქმნიან უკვე ბოლო 6 თვეა, თუ მაგალითად 2025 წელს მთელი წლის განმავლობაში რაღაც 0.2 მილიონი ლარის ნავთობის ექსპორტი მოხდა საქართველოსთან, რაც ლოგიკურია. გასულ 5 თვეში 2026 წლის 162 მილიონ დოლარს გადააჭარბა თვითღირებულებამ ამ ნედლი ნავთობის ნაწილში თუ რაღაც მილიარდებში თუ რაღაცებში მისავსი და რეალურად სტატისტიკა გაგიჟდა ჩვენი ექსპორტი გაგვეზარდა და რა მაგარია, ხო, რაღაც კარგს აკეთებს. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს მაინც და მაინც მოწონებული არ იქნა ეს საქმიანობა და უკვე ევროკავშირმა წინა პაკეტში სახელმწიფოს მიმართა ამ ნაწილზე, ანუ ყველას გითხრა, მაგრამ ამ პაკეტში უკვე დაიწყო პირდაპირ კონსულტაციები კომპანიასთან და ეს არის გაფრთხილება. ამ გაფრთხილების პროცესში უკვე მეორეჯერ მისცეს. კი, რა თქმა უნდა. თუმცა აი ამ გაფრთხილების პროცესში როგორც ეს კონსულტაციები მიმდინარეობდა, კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ისინი რუსულ ნავთობზე საერთოდ უარს ამბობდნენ, აქამდე სახელმწიფო ამბობდა, რომ აქ რუსულ ნავთობი საერთოდ არ შემოდის. თუმცა კომპანიამ თქვა, რომ ისინი ამ რამოდენიმე ხნის წინ რუსულ ნავთობს საერთოდ აღარ შემოვიდნენ და გადავერთვებით ევროპულ ნავთობზე. ანუ ურთიერთგამომრიცხავ რაღაცა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა. ჩვენ არ აქვს არაფერი ჭყალებში საპრეტენზიო, იმიტომ რომ ეს მორალისტები ნუ ვიქნებით კომპანიასთან. ჩვენ გვაქვს მოსათხოვნი ჩვენ სახელმწიფოსთან და ხელისუფლებასთან, რომელიც ხელს უწყობს ბოროტების გამდიდრებას, რომელიც ადამიანებს და ბავშვებს და ყველას კლავს და ჩვენს კლავს და დღემდე ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია და რეალურ ომში ვართ ჩვენ იმათთან. აქედან გამომდინარე ეს გაფრთხილება, კიდევ მეორე გაფრთხილება ნიშნავს იმას, რომ უკვე შესაძლებელია ამ კომპანიას პრობლემის შექმნა მათ ტრადიციულ საერთაშორისო პარტნიორებთან, სხვადასხვა კომპანიებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან, მათ სავაჭრო პარტნიორებთან, ვინც თეორიულად თუ დასავლური ნორმალური კორპორაციები არის, მათთვის ასეთი გაფრთხილებები დიდი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია, იმიტომ რომ მე თუ შეგნებულად ვიცი, რომ ვიღაცასთან თანამშრომლობ, რომელიც მაინც და მაინც გასვლილი არის რაღაც საეჭვო ტრანზაქციებში, მეც სტილში ვიყენებ თავს და თავს შევიზღუდავდი აქედან. ამიტომ ბიზნესურად მათაც უკვე ეს მაინც და მაინც მომგებიანი თემა არ არის. გამოდის რომ რადგან წინაზე გააფრთხილეს და ამ კომპანიამ თქვა ხო აღარ ვიზამ მეცო და ეხა ისევ მოხდნენ პაკეტში, გამოდის რომ არ შეასრულეს ეს პირობა. იცით, ესე პირდაპირ ვერ ვიტყვით და მოდით არც გვინდა რომ თქვა ეს იქნება ჩემი სუბიექტური შეფასება ამ ნაწილში და მოდით შევიკავებ სუბიექტური შეფასება და ობიექტურად შევხედოთ. შესაძლებელია ევროკავშირის შესაბამისი სამსახურები, რომელიც რა თქმა უნდა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ დიდი ინსტიტუცია, დიდი რესურსები აქვს და დიდი ინფორმაციის მიმოცვლად, უფრო აღარ ენდობიან, ან ნაკლებად ენდნენ ამ კანონის აღმასრულებელ ინსტიტუტებს, ამ ხელისუფლებას და პირდაპირ კომპანიასთან სალაპარაკოდ გადავიდნენ. თეორიულად მოდით ეს დაშვება გავხდეთ წინა პაკეტის, პირველი პაკეტის, მეოცე პაკეტის შემოსავლების დროს ეს კომპანია მოხვდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკორპორაციის კომპანიასთან ერთად, სადაც აზერბაიჯანის სახელმწიფოს ძალიან დიდი ინტერესიც ილახებოდა ამ შემთხვევაში და შესაბამისად აზერბაიჯანი ჩვეულებრივი მოვლენა არ არის ევროკავშირისთვის, იმიტომ რომ ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგომატერიალის მიწოდებელი გახდა განსაკუთრებით ბოლო წლებში ევროპისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია მით უმეტეს აი ამ საერთო ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში შექმნილ სიტუაციაში ცოტა უფრო მძიმე მოლაპარაკების პოზიციით გაჩნდა. ამიტომ მაშინ ერთიან მთლიანობაში მოხდა განხილვა და გადავადება მოხდა რაღაც კონკრეტული დათქმებით.
დიდი ალბათობით ამ მეოცე პაკეტის დროს უშუალოდ ამ კომპანიასთან საუბარი არ ჰქონდათ. შესაბამისად, სახელმწიფომ რაღაც ვალდებულებები აიღო, მაშინაც გვახსოვს, ხო, დათქმა იყო, რომ სახელმწიფო იღო პასუხისმგებლობა, ესეთი რაღაცა არ უნდა მოხვედრილიყო და ამიტომ მოიხსნა აქედან და გავძვერით აზერბაიჯანის წყალობით. ეს ჩემი სუბიექტური შეფასება, რა თქმა უნდა, არაფერს არ ვამტკიცებ. მაგრამ ეს ჩემი შეფასება უფრო ჩემთვის მტკიცდება იმითი, რომ უკვე 21 პაკეტში, რომელიც ძალიან ინტენსიური მუშაობის შედეგია და ნაყოფია, აღმოჩნდა ის, რომ ევროკავშირი და შესაბამისი ძალიან ძლიერი ინსტიტუტები არ ენდნენ მეოცე პაკეტში საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღებულ გარკვეულ პასუხისმგებლობა ვალდებულებებს და უშუალოდ კომპანიასთან გავიდნენ პირდაპირ კავშირზე და კომპანიის ხრივ გააკეთეს ეს განცხადება ამ დოკუმენტში. ერთი კითხვა მექნება, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დაუშვათ შეასრულებს ეს კომპანია, აღარ გაეკარება ამ რუსულ ნავთობს. ეს მათ სხვა დააზარალებს მოგებას ეკონომიკას ხო იქნება ძალიან დამაზარალებელი. ან პირიქით დაუშვათ, თუ მაინც შეეცდება რაღაც ამ რუსულ ნავთობზე გასვლას და დაუშვათ ამოქმედება ის სანქცია, იმ შემთხვევაში თუ სანქცია ამოქმედება თუ არ ამოქმედება, ეს ეკონომიკაზე როგორ იმოქმედებს? პირველ რიგში ვთქვათ, რომ ზარალი ჩვენმა ეკონომიკამ ემოციურიც და რეპუტაციურიც უკვე მიიღო მეოცე პაკეტში გახსენებისას და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ჩვენ ქვეყანა ძალიან ცუდ პოზიციაში ვართ. მე ამ შემთხვევაში თუ ეს კომპანია, ანუ და ასევე ისიც 100%-ით შეზღუდვა რუსული ნავთობის მიწოდების არ ნიშნავს ერთ სანქციაზე ეს გაფრთხილებას. კიდევ მიუხედავად იმისა, დღემდე რჩება რუსეთში რამოდენიმე ნავთობ მომპოვებელი თუ გადამამუშავებელი კომპანია, რომელთაც ევროკავშირის ან აშშ-ის ან რაღაც კომპანიები თანამშრომლობენ ძალიან მჭიდრო და ძალიან მკაცრი რაღაც მონიტორინგის მიხედვით და თეორიულად შესაძლებელი რომ იყოს, მაგრამ თუ ეს კომპანია პირველ რიგში უარს რეალურად არ იტყვის ამ ყველაფერს და გააგზავს იგივე საქმიანობას და რა თქმა უნდა ამას მოყვება მძიმე შედეგები ამ კომპანიისთვის, იმიტომ უკვე კონკრეტული აღსრულებული სანქცია ნიშნავს, რომ კომპანიას უნდა ანუ შეეზღუდოს ყველაფერი, შეეზღუდოს საბანკო მომსახურება, თუ ვინმე გაუწევს მას მომსახურებას, ის ბანკი გახდება შევა იმ პრობლემაში და საერთაშორისო პარტნიორები და ასე შემდეგ ჩვეულებრივი ჩრდილოვანი, ასე ვთქვათ, კარტელური, რა ვიცი ახლა აკრძალულია ნარკოტიკების ბიზნესი, ხო, უკანონო იარაღით ვაჭრობის ბიზნესი, ადამიანებით ვაჭრობის ბიზნესი, მაგრამ არიან ვიღაცა ჭყალებში წარმატებული ენტერპრენერები და ბიზნესმენები, ვინც ამას აკეთებენ და ფულს შეულობენ ამით, იყო სამწუხაროდ, ხო? ნუ ამ ჩრდილოვან ნაწილში გადავა შეგნებით ეს კომპანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ესე არ იზავი. სახელმწიფოსთვის კიდევ, მაგრამ ამ შეზღუდვით თუ ეს კომპანია თეორიულად სწრაფად ვერ მოახდეს ჩანაცვლებას ამ ნაწილის და ამ ბაზრების არა მარტო ნედლეულის მიღების, არამედ ამ ვითომ გადამუშავებული ნედლეულის გაყიდვის, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის რა თქმა უნდა არ იქნება კარგი. რეალურად გაფუჭდება ის ბედნიერი ციფრების სტატისტიკა, რომლითაც ჩვენ თავს ვიწონებთ, რომ ექსპორტი ძალიან ჰიპერ რაღაც ბოლურად გვესდება. უცებ ნაწარმოებელი ქვეყანა, უცებ გავხდებით ისევ არამწარმოებელი ქვეყანა. რეალურად ეს ეკონომიკაზე დიდ ასახვას არ პოვებს, იმიტომ აქამდე ეს გაზრდილი ჭყალებში ბედნიერი ციფრებიც იყო მარტო გაღალზე თავის მოწონება და თუმცა რამე ესეთი დიდი ფისკალური შემოდინება არ ქონდა, იმიტომ ჩვენ თუ შევხედოთ მეორე მხარეს და აი ცოტა სხვა თემაზე გადავიდეთ, სახელმწიფო ვალი რაღაც ხშირად გვესმის, ხო? ჩვენ ბიუჯეტს აქვს 3 მილიარდ ლარამდე უკვე დაგროვილი ჭარბი თანხა, ანუ შემოსავალი და გასავლების ნაწილში, ანუ შემოსავალი შემოდის ხარჯვას ვერ ვახერხებთ და ინფრასტრუქტურას ვერ ვავითარებთ, ამიტომ გვაქვს ბევრი თანხა 3 მილიარდი ლარი. ყალიბში ქაღალდზე ესე წერია ყოველ შემთხვევაში, მაგრამ გვაქვს 1.5 მილიარდი ლარი აღებული სესხა დამატებით, რაშიც თითქმის 9.5%-ს ვიხდით. შიდა ბაზარის ქართული ბანკებიდან კიდევ თუ დამჭირდა კიდევ ავიღებო და ამ გაურკვევლობაში, ანუ ფული გვაქვს, ვიხდით ზედმეტად ბევრი პროცენტებს კიდევ ამ ფულის ქონაში და თუ რაღაცა ესეთი მოხდა, რომ აი ამ ტრანზაქციებიდან ნავთობ ექსპორტიორობის ჭყალებში დროებითი სტატუსის დაკარგვიდან თუ რამე შემოსავალი შეიძლება გაგვიღოს, არანაირი პრობლემა არ გვემუქრება, იმიტომ საკმაოდ დიდი თანხები გვაქვს, რომ სკოლები ავაშენოთ, გზები გავაკეთოთ, ინფრასტრუქტურა, ანუ სადრენაჟე სისტემები გავწმინდოთ, რომ ჟუჟუნაწვემა რომ მოარო, კიდევ არ დავიტბოროთ, ასე ამისი მობილიზაცია არის. ამიტომ
ბიზნესი თუ ცოტა რაღაცა გადაერთვა დასჭირდა კრიპტოზე რა ხდება? კრიპტოს ნაწილს მე უფრო მეტად კრიტიკულად შევაფასებდი ამ ნაწილს, იმიტომ რომ კიდევ გაიზარდა წინა შემთხვევაში 3 კომპანია იყო თუ 4 კომპანია, ახლა რაღაც ათეულობზე გავიდა, ესეც იგივე ნაწილია. დიდ სურათში რომ შევხედოთ, ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი დიდი, რასაც ქართული ოცნება თავს იწონებს, ერთ-ერთი მთავარი არის რომ ICT სექტორი, ესე ხო? ანუ კომუნიკაციების და ტექნოლოგიების სექტორი რომ იზრდება. ამ ჩვენ სამწუხაროდ ინფორმაცია არ გვაქვს ICT სექტორიდან, რამდენია კომუნიკაციების, რამდენია ტექნოლოგიების, ამ ტექნოლოგიών ჩაშლილი, როგორ და რანაირად, იმიტომ ეს სექტორი გაიზარდა ძალიან რუსეთის შეჭრის შემდეგ, შემოვიდა ძალიან ბევრი, როგორც კეთილსინდისიერი, ისე გაუგებარი, აბდაუბდა ამ სფეროს მოთამაშეც და კომპანიაც. კრიპტოს ნაწილში ჩვენ უბრალოდ ამ სტატუსით რომ ამდენი კომპანია კიდევ მოვიპოვეთ სამწუხაროდ ნეგატიური სტატუსი ის რომ ვართ შავი ლაქა დედამიწაზე, სადაც შესაძლებელია უკანონო შემოსავლის ლეგალიზება, ომის ხარდაჭერა, ამ შემდეგ მარტო რუსული ომის იმაზე არ შეიძლება კარტელების და ასე შემდეგ აკრძალული ბიზნესების ხარდაჭერა იყოს კრიპტო ინსტრუმენტების გამოყენებით. ეს კომპანიები ვინც აქ არის, არ არის აუცილებლად რომ ქართული იყოს. მე მეკუთვნოდეს თქვენ და თქვენ ბატონო დავით, ჩვენ ჩუმად ეს კონსპირაციულად მუშაობთ ან კონცენტრებით. საქართველოს გეოგრაფიაში გაჩნდა, ვიღაცა საერთოდ შეიძლება საქართველოში ნაყოფი არ იყოს. და ეს ნაწილი არის ძალიან ერთ-ერთი მთავარი, არ ვიტყოდ, მაგრამ მნიშვნელოვანი შემადგენელი აი ამ ICT სექტორის. და შესაბამისად რეპუტაციული ლაქის გაჩენა უკვე იწვევს განრიდებას იმ ადამიანებისთვის, ვინც მართლკეთილსინდისეად საქმეობს ამ დარგში, საინტერესოა საქართველოს გეოგრაფიაც, კლიმატიც, რა ვიცი, სამზარეულოს აქ ჩამოვიდეს და ამ IT სპეციალისტებმა, ასე ვთქვათ, განზოგადებულად როგორც ეს ქართული ოცნება გვეუბნება, საქართველოსთან იმუშაოს, ან კომპანია დაარეგისტროს თავისი, ან ინდივიდუალური გახდეს ან რაღაცა და აქედან იმუშაოს. უბრალოდ მათთვის უკვე ამ ფაქტმა ძალიან დიდი განზიდულობის ეფექტი შექმნა. ამიტომ ესეც რა თქმა უნდა თავის მხრივ საშუალო გრძელვადაში მნიშვნელოვნად ააზიანებს ჩვენს შესაძლებლობას რომ რეალურად მართლა რაღაც გავაკეთოთ ამ დარგში. თუმცა ის კომპანიები, ვინც ჩვენს გეოგრაფიას იყენებდნენ, ანუ ევროკავშირი ეს სანქცია არ ებრძვის თვითონ კრიპტოვალუტას როგორც მოვლენას და როგორც ინსტრუმენტს, ებრძვის აი ნეგატიურ არსებებს, ადამიანებს თუ კომპანიებს, ვინც გეოგრაფიას იყენებენ აი ამ უკანონო ამ ინსტრუმენტის გამოყენებისთვის, უკანონობისთვის და მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ნეგატივში გავედით თავიდან ბოლომდე. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. სამწუხაროდ ჩვენ დრო გამოიწურა ნიკოლოზ ალავიძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჯერ საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ საუბრობდით ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტზე, სადაც რამდენიმე ქართული კომპანიაც მოხვდა. გემშვიდობებით კვირამდე, კვირას 8 საათზე დაგიბრუნდებით გადაცემით.